სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. დღეს ჩვენ ახალ აღთქმას დაუბრუნდებით მათეს სახარებას, სადაც 21 ნაწილს განვიხილავთ, რომელშიც კომენტარებს უკეთებს უორენ ვირსბი მათეს სახარების 24 თავის პირველიდან 54 მუხლის ჩათვლებით. ეტყობა თქვენს შეამჩნევდით, რომ მან გაყო მეფის დაბრუნება, ესე იგი ეს არის 24-25 თავები და დაანაწილა და 54 მუხლის ჩათვლით განიხილავს პირველ ნაწილს. მოდით ჯერ წავიკითხოთ ეს ადგილი და შემდეგ მივყვეთ ამ კომენტარების მოსმენას. მათეს სახარება 24 თავი. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის. ხოლო მან მიუგო მათ: ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ქვა-ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს. ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა, განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესო მათ პასუხად: გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელი და იტყვის: ქრისტე ვარო და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამებს. იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული, რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფოს წინააღმდეგ იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მრავალნი ცდუდებიან მაშინ, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს. და რა კი გამრავლდება ურჯულოვება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმეს, ის გადარჩება და ეკადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმინდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს, წამკითხველმა გაიგოს. მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს, ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, უკან უდაბრუნდება თავისი ტანის ამოსის დასახებად, მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს, რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, როლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასდროს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩეოდა, მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ, რადგან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველი და მოახდენენ ის სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულიც კი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ ამას. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ, თუ გეტყვიან, აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ, აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით, რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და ანათებს, ასევე იქნება ძეკაცის მოსვლაც, რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქროვდებიან. ყისვე გასაჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს. ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება ძეკაცისა ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მომთქვას დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ ძეკაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს 4-ვე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ იგავი, როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ რომ ახლოა კარზე მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძეკაცისას მოსვლაც. ძეკაცის მოსვლაც. რადგან როგორც წარღვნილ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე. და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა.
ასევე იქნება ძეკაცის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად, ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი გახსოვდეთ, სახლის პატრონმა რომ იცოდეს ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლის ძირს არ გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც ზად იყავით, ვინაიდან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძეკაცისა. ეს არის ის ადგილი, სადაც გაჩერდა და პირველი ეს გაყო და ნაწილად იმას აქნა მოგცა ამის საშუალება. ასევე ლუკას 21 თავში ჩვენ უნდა წავიკითხოთ გარკვეულად ეს ნაწილი, რომ უფრო კარგად შთაბეჭდილება თქვენ დაგჩეთ. მოდით აბა წავიკითხოთ ლუკას 21 ნაწილში, 21 თავში. აგერ არის, ესე იგი, იწყება ეს ზუსტად მე-20 მუხლიდან, ხომ? აგერ არის. როდესაც ტაძარში ყრიან, ესე იწყება, აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში თავიანთ შესაწირს ყრიდან დიდრები, დაინახა ღარიბი ქურიც, რომელმაც 2 ლეპტა ჩააგდო, გასოთ, თქვა, ჭეშმარიტად გეუბნები, რომ ამ ღარიბმა ქურიმა ყველაზე მეტი ჩააგდო, ვინაიდან ყველა მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭიდან ჩაგდო მთელი სარჩო რაცებადა. როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებითა და შეწირულებით არის დამშვენებულიო, მიუგო. ნახეთ, აქ უფრო კიდევ დეტალურად გვაწვის ლუკა, ხო, როდის იწყებს ამ საუბარს, ხო? დადგება დღეები, როცა ამადგან, რასაც აქ ხედავთ, ქვაქვაზე არ დარჩება. ყველაფერი ჩამოიქცევა. მათ კითხეს მოძღვარო, როდის იქნება და ეს და რა იქნება ნიშანი ეს რომ უნდა მოხდეს? მან კი უთხრა, იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელი და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულია ვისჯამი. ნუ გაყვებით მათ. ომებისა და შფოთებს ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძუწუნები, ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული. უთხრა მათ, აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა, ჭირიანობა, საშინელები დიდი ნიშნები ზეციდან. მაგრამ სანამ ეს ყოველი მოხდება, ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ. სინაგოგებსა და საპყრობილებს გადაგცემენ. მეფეთა, გამგებელთა წინაშე მიგიყვანენ. ეს გექნება თქვენ დასამოწელვად. ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი. რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძეს, ორთვაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერ შეეპასუხებენ თქვენი მოწინააღმდეგენი. გადაცემული იქნება მშობლებისა და ძმების, ნათესავების, მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავე და ყველასაგან მოძულებული იქნება ჩემი სახელის გამო, მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები. ლაშქრით, აეხლა ნახეთ, ლაშქრით გარშემორტყმული იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ რომ მოახლოვდა მისი აუხრების დღე. ნახეთ, ეს კონკრეტულად უკვე ლაპარაკობს იესო 70 წლის პერიოდზე და ამას იტყვის, ამიტომ ვკითხულობთ ჩვენ ამას. მაშინ ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხსნოს, ვინც იერუსალიმში გარეთ გავიდეს, ვინც სოფლად იქნება, ნუ არ დაბრუნდება უკან, რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა ახსრულდეს ყოველივე დაწერილი. ვაი ორსულ და მეძუძურეთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება ექნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. מחვილის პირით დაეცემია ტყვეწა ასხამენ ყველა ხალხში და წარმართი გათელავენ იერუსალიმს. სანამ არ დასრულება წარმართა დღეები. იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთებიან თავგზა აბნეული ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო. ხალხს გული წაუაშიში და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები, რაც ეს გამოცხადების წიგნში ჩვენ ვიცით უფრო დეტალურად არის კიდე, ხო? მაშინ იხილავენ ძეკაცისას ღრუბლებზე მომავალს ძალითა და დიდი დიდებით, როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა. უთხრა მათ იგავი და შემდეგ ლეხს, ყველა ხეს. ნახეთ, უთხრა მათ იგავი, შეხედეთ ლეხს და ყველა ხეს. ლეხში ისრაელი გულისხმობა, ყველა ხეში წარმართები. როცა გაიკვირტებიან, შეხედავ და ხვდებით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. ასევე როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. ამასაც ამბობს მათე, ხო? ცადა დედამიწა გადაივლეთ, ჩემი სიტყვები არ გადაივლიან. გაფრთხილდით, რომ არ დაგიმზიდეთ გულები ღრეობით, ლოთობით და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე, ვინაიდან მახესავი დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ. ამიტომ იფხიზლეთ ყოველ ჟამს, ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველისაგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძეკაცის წინაშე. დღისით იესო ტაძარში იყო ასწავლი და ღამღამობით კი ზეთისხილად წოდებულ მთაზე ადიოდა. დილაობით დიდძალი ხალხი მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად. აი ნახეთ, როგორი არის უკვე ლუკაში ეს იგივე
თავის ინტერპრეტაცია და ახლა მოусმინოთ ბატონ ვორნერ ვისის როგორ კარგად უფრო გაგვიშლის ამ მოვლენებს და რა კარგ კომპაქტურ პატარა მოდელს მოგვაწვდის რომელიც ძალიან ძნელია ძალიან ბევრს გაუჭირდებოდა რომ კომპაქტურად ჩამოაყალიბოს თანმიმდევრობა მოვლენებისა ბოლო შამის არ ვიცი ნახეთ თუ არა თქვენ ის ისლამზე მე რაც დავწერე და ასევე კათოლიკების და მართლმადიდებლების. აბა მოусმინეთ, როგორ აბდაუბდა აქვთ მათ. და აი აქ ვინც ბიბლიაში კარგად და ბიბლიას აღიარებს ერთადერთ წყაროდ, ნახეთ რა კარგად კომპაქტურად იქნება ჩამოყალიბებული თანმიმდევრობით ატაცება, მერე მოსვლა, დიდი ურვა, ანტიქრისტეს შემოსვლა, აი ნახავთ ბოლოში ამას ჩვენ წავიკითხავთ. ზეთისხილის მთაზე საუბარი წარმოიშვა რამდენიმე კითხვიდან, რომლებიც მოწაფეებმა დასვეს, როდესაც იესომ უთხრა მათ, რომ ტაძარი ერთ დღეს განადგურდებოდა. პირველ რიგში მათ სურდათ ცოდნოდათ თუ როდის მოხდებოდა ეს. ეს პასუხი არ არის ჩაწერილი მათეში, მაგრამ მოცემულია ლუკას 21 თავში, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. მეორეც მათ კითხეს ქრისტეს დაბრუნების ნიშნის შესახებ. ამაზე პასუხი მოცემულია ამ თავის 29 და 44 მუხლებში. ბოლო კითხვაში მათ იკითხეს საუკუნის დასასრულის ნიშნის შესახებ. ქრისტეს პასუხი უკვე მოცემულია მეოთხედან მერვე მუხლებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საუბრის ატმოსფერო, ანუ გარემო, ეს ებრაულულია და ებრაელებს ესაუბრება იესო. იესო საუბრობდა იუდეაზე, მე-16 მუხლში თქვით, შაბათზე, იგივე შაბათობაც მაგას აღნიშნავს, შაბათი ეხება ებრაელებს, მე-20 მუხლში და დანიელის წინასანოტყელებაზე ებრაელ ხალხზე, რომელსაც მე-15 მუხლში ახსენა ამ თავის. ეკლესიის ატაცების შესახებ სრული სიმართლე და თლიანად შეგვიძლია ჩვენ პირველ კორინთელების წერილში მე-15 თავში 52 თავში ნახოთ. ასევე პირველ თესალონიკელთა მე-4 თავში ნახოთ მე-13-18 მუხლებში. რომელიც ჯერ არ იყო კიდე გამშღავნებული, რადგან ეს საიდუმლო იყო. ამას უკვე ეფესელთა წერილებში ვიგებთ ჩვენ პავლეს მეშვეობით, რომ სულიწმინდა უკვე ამის შემდეგ უფრო გაშლილად გამჟღავნა პავლეს და პავლე მერე ჩვენ გამოგზავნა, ესე იგი პირველ კორინთელებში, თესალონიკელებში და ის რომ საიდუმლო იყო ეს ეფესელებში ვიგებთ ამას. და ეს დიდი მადლია ქრისტიანებისათვის. მათეს 24 აი ეს ადგილი მიუთითებს რომ ჩვენი უფალი რაც ჩვენ წავიკითხეთ ხო პირველიდან 54 მუხლების ჩათვლებით განიხილავდა მოვლენებს რომლებიც მოხდებოდა დედამიწაზე დიდი ურვის ანუ დიდი გასაჭირის დროს ამას მერვე მუხლში კითხულობთ სადაც ნახსენებია მშობიარობის ტკივილები გასაჭირის ეს სიმბოლოა და ასევე იგივეს ახსენებს 21 და 29 მუხლებში ხო მერვე 21-29 მუხლებში ეკლესიის მოულოდნელად გაყვანის შემდეგ ატაცების შემდეგ დადგება მშვიდობისა და უსაფრთხოების პერიოდი. ამას ჩვენ ვაჯამებთ პირველ თესალონიკელთა მე-5 თავიდან, რასაც მოყვება საშინელი ტანჯვის დრო. ბიბლიის მრავალი კვლევარი თვლის, რომ ეს პერიოდი 7 წელი გაგრძელდება. დანიელის მე-9 თავშია ეს გადმოცემული. სწორედ გასაჭირის ეს პერიოდი აღწერა იესომ ზეთისხილის მთაზე საუბრისას. ამ პერიოდის დასასრულს იესო დაბრუნდება დედამიწაზე, დაამარცხებს თავის წრებს და დაამყარებს აღთქმულ სამეფოს 1000 წლეულს. ჩვენ წინა ნაწილში იესომ ახსნა გასაჭირის დროის 3 განსხვავებული პერიოდი. პირველი არის მე-4 და მე-14 მუხლები. გასაჭირის დასაწყისი. ამ ნაწილში აღწერილია მოვლენები მშობიარობის ტკივილების სახით. ეს არის დასაწყისი. მშობიარე ქალის გამოსახულება გასაჭირის პერიოდის სურათი არის. ამას ესაიაც გადმოცემს თავის მე-13 თავში, ასევე პირველ თესალონიკელთა მე-5 თავში. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მოხდება ამ პერიოდის დასაწყისში. პირველი იქნება რელიგიური სიცრუე, მე-4 და მე-5 მუხლები. ებრაელები ხშირად ცრუ წინასწარმეტყველება და ცრუ ქრისტეებმა შეაცდინეს. გამოცხადების მე-6 თავში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი არის ანტიქრისტე. ის უკანასკნელი მსოფლიო დიქტატორია, რომელიც ხალხებს შეცდომაში შეიყვანს. და ამაზე მინდა ახლა ჩართვა გავაკეთო, ჯონ მაკარტურმა ისლამში რომ არის, ხო? მაჰდი, რომელიც მათ გონიათ, რომ ეს არის დამხმარე, ქრისტეს დამხმარე, მუჰამედის გამგრძელებელი, აი მაკარტურმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ანტიქრისტე. ზუსტად მათაც ესე აქვს აღწერილი თეთრ ცხენზე, ესე რა ქვია, ამხედრებული პიროვნება. რომელიც ხალხს შეცდომაში შეიყვანს. ის დაიწყებს თავის კარიერას როგორც მშვიდობის ყოფილი. ხელს მოაწერს აღთქმას ისრაელთან, რათა დაიცვას იგი მისი მტრებისაგან. დანიელის მე-9 თავის 27 მუხლი. ისრაელი მიიღებს ამ კაცს როგორც მათ დიდ მფარველს.
იოანეს სახარება 5:43. შემდეგ მოდის ომები, მე-6 მუხლში ნახსენები. გაითვალისწინეთ, რომ ომები არ არის დასასრულის ნიშანი. სოფლიოში ყოველთვის იყო ომები და იქნება ისინი სამყაროს დასასრულამდე. თავისთავად ომები არ აცხადებს საუკუნის დასასრულს, ან კიდე თუნდაც უფლის მოსვლას. შემდეგი არის მე-7 მუხლში ნახსენები შიმშილობა. ბუნებრივია, რომ ომი და შიმშილი ერთად მოდის ხოლმე, როგორც წესი. გამოცხადების მე-6 თავი მიუთითებს მე-6 მუხლში მიუთითებს საშინლად მაღალ ფასებზე, ძირითად საკვებზე, რადგან დინარი მაშინ დღიური ხელფასი იყო. აი, ესე არის მე-6 მუხლში გამოცხადების მე-6 თავში ნახსენები და მომესმა მსგავსი ხმისა 4 არსების შუაგულიდან, რომელიც ამბობდა: საწყაო ხორბალი დინარად და 3 საწყაო ქერი დინარად, ხოლო ძეცსა და ღვინოს ნურას ავნებ. შემდეგი არის სიკვდილი ნახსენები. მიწისძვრები ხელს უწყობს შიმშილობის შექმნას და ორივე ხელს უწყობს ეპიდემიის გამოწვევას, რომლებიც მრავალ სიცოცხლეს შეიწირავენ. მე-9 არის მოწამეები. ქრისტიანები ყოველთვის იცოდეთ, რომ ისტორიულად ზულდა სოფლიოს, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს დევნისა და მკვლელობების უფრო სწრაფად განვითარება მოვლენების და ინტენსიურად. და ამაში ყველა ერი იქნება ჩართული, ყველა ერი დაუწყებს ქრისტიანების დევნას. ეს ნამდვილად არ იყო არ მოხდარა ადრეულ ეკლესიის ისტორიაში. და ეს წინ ელის კიდევ, როცა მთლიანი ერები. შემდეგი არის მსოფლიო ქაოსი. მე-13 მუხლებში. ისინი მიწოდესღაც ერთმანეთს ერთგულებად მიიჩნევდნენ, ერთმანეთს გადაუდგებიან და უღალატებენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქორწინებები, ოჯახები, ერები დაინგრევა ერთგულების და სიყვარულის ნაკლებობის გამო. უკანონობა გამრავლდება, რადგან სამართალდამცავი ორგანოებიც კი ვერ შეძლებენ მშვიდობის შენარჩუნებას. მათეს 24 თავში მე-13 მუხლში არაფერი აქვს ამას საერთო პირად ხსნასთან ამჟამინდელი მადლის ეპოქაში. დასასრული არნიშნავს ამ ცხოვრების დასასრულს, ის ეხება მხოლოდ საუკუნის დასასრულს. ის მორწმუნეები, რომლებიც დედამიწაზე იქნებიან ამ საშინელ პერიოდში, რომლებიც მტკიცედ დადგებიან თავიანთ რწმენაში, გადარჩებიან, როდესაც უფალი მოვა ბოლოს და იხსნის მათ. შემდეგი არის სოფლიო ქადაგება. გამოცხადების მე-7 თავში ნახსენებია, რომ ღმერთი აირჩევს და დაბეჭდავს 144,000 ებრაელ ევანგელისტს, ყველა ტომიდან იქნებიან 12,000 ტომიდანვე, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას დედამიწის კიდეებამდე გაავრცელებენ. ეს მუხლი არ გვასწავლის, რომ ღვთისმადლის სახარება დღეს ყველა ერში უნდა გავრცელდეს, სანამ იესო თავის ეკლესიისთვის დაბრუნდება. ვერც ესე გონია, ხო, რომ იესო მანამდე არ დაბრუნდება, სანამდე არ გავრცელდება და ვორენ ვირსი ამბობს, ეს ადგილი ესე არ უნდა გავიგოთო. აქ საუბარია უფლის დაბრუნებაზე საუკუნის ბოლოს. გასაჭირი შუა პერიოდი, ეს გადმოცემულია და ჩვენ წავიკითხეთ მე-15-22 მუხლებში, ამ თავის 24 თავის. გასაჭირის პერიოდის შუა პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს მოხდება მოვლენა, რომელიც საუკუნების წინ დანიელ წინასწარმეტყველმა გიწინასწარმეტყველა მე-9 თავში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს წინასწარმეტყველი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ებრაელებს და იერუსალიმის ქალაქს. იმიტომ იქ ნახსენებია შენი ხალხი და შენი წმინდა ქალაქი. დანიელის მე-9 თავის 24 მუხლში. მისი ეკლესიაზე ან სხვა ხალხზე გამოყენება ნიშნავს ღვთის სიტყვის არასწორ ინტერპრეტაციას. ეს წინასწარმეტყველება 70 კვირას მოიცავს და ებრაული სიტყვა კვირა ნიშნავს წლების კვირას ან 7 წელს. 77 490 წელს უდრის. თუმცა ეს 490-იანი წლიანი პერიოდი ასევე სამ ნაწილად იყოფა. 7 კვირის 59 წლის განმავლობაში იერუსალიმის ქალაქი აღდგებოდა და ღვთისმსახურება ისევ დაიწყებოდა იქ. მეორე 63 კვირის 434 წლის შემდეგ მესია იერუსალიმში მოვიდოდა და მოკვდებოდა მსოფლიო ცოდვებისათვის. ესეც მოხდა. მესამე პრინცი 1 კვირის 7 წლის განმავლობაში დადებდა შეთანხმებას ებრაელთან, ანუ ანტიქრისტე, რათა დაეცვა ისინი მათი მტრებისაგან. იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანებულება ჩვენ ვიცით, რომ ძველი წელთაღრიცხვით 445 წელს კიროსმა გამოსცა. ამას მეორე ნეშტა წიგნის 36 თავში კითხულობდა ასევე ეზრას პირველ თავში. ეს ქალაქი რთულ პერიოდში აღადგინეს. გახსოვთ, როცა ნეემია და ეზრა აღადგენენ მას.
სერ რობერტ ანდერსონმა თავის კლასიკურ წიგნში მომავალი პირველი კრეგელის გამოცემა 1975 წელი დაამტკიცა, რომ ბრძანებულებების გაცემასა და იმ დღეს შორის, როდესაც იესო იერუსალიმში მეფედ შედის, გახსოვთ ხომ ეს კვირა, როცა მას ოსანას ძახილით შეხვდებიან და ბზობის დღესასწაულს ჩვენც რო აღნიშნავთ, ზუსტად 482 წელს წინასწარმეტყველი წელი იყო. თითეული 360 დღეს თუ გადავითვლით. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, სად არის დარჩენილი 7 წლიანი კვირა. სად ჯდება ეს? გაითვალისწინოთ, რომ იგივე ქალაქი, რომელიც აღადგინეს, ასევე განადგურდება მომავალი მთავრის ხალხის მიერ, დანიელის 9:26-ში, ანუ რომაელების მიერ. გახსოვთ, მომავალი მთავარი კი ეს კი ანტიქრისტეს სახელია. ეს მოვლენა 70 წელს მოხდა. მაგრამ ებრაელი გადარჩებოდა და ქალაქი ისევ აღდგებოდა, რადგან მომავალში მთავარი, რომელიც მოვა ანტიქრისტე, 7 წლით დადებს აღთქმას ებრაელებთან, ანუ ეს კიდევ წინელის მათ. სწორედ აქ ჯდება ეს დაკარგული კვირა, ანუ 7 წელი. ის დათანხმდება დაიცვას ისრაელი მისი მტრებისაგან და ნება დართოს მათ, რომ აღადგინონ თავიანთი ტაძარი. დანიელის 9:27 საუბრობს მსხვილ შეწირის აღდგენაზე. და ეს ბუნებრივია მოითხოვს ტაძარს. ამ 7 წლიანი პერიოდის ლოგიკური ადგილია ეკლესიის ატაცების შემდეგ იაკობის გასაჭირის დრო. გასაჭირის პერიოდი 7 წელი გაგრძელდება. მეორე თესალონიკელთა მეორე წელში, პირველი და მე-12 მუხლებში მიუთითებს, რომ ანტიქრისტე ვერ გამოვლინდება მანამ, სანამ შემზღუდველი, შემაკავებელი არ იქნება გაყვანილი სცენის შუაგულიდან. ეს შემზღუდველი კი არის სულიწმინდა ეკლესიაში. როგორც კი ეკლესია გავა ამ ქვეყნიური სამყაროდან, მაშინ სატანას შეუძლია უკვე წარმოშვას თავისი შედევრი, ანტიქრისტე. ის 7 წელი დადებს შეთანხმებას, მაგრამ 3 წელიწადნახევრის შემდეგ, კვირის შუაგულში, ის დაარღვევს ამ შეთანხმებას. შემდეგ ის თავად შევა იუდეურ ტაძარში და გამოაცხადებს საკუთარ თავს, რომ ის არის ღმერთი. ამას უკვე მეორე თესალონიკელთა თავში პავლე გვიყვება, სულიწმინდის მეშვეობით მეორე თესალონიკელთა მეორე თავში მესამე მეოთხე მუხლი და ასევე გამოცხადების მე-13 თავის ამას ადასტურებს. ანტიქრისტე ტაძარში თავისი ცოცხალი ქანდაკების დადგმას და მისი თანამოაზრე ცუნის წინასწარმეტყველის, რომელიც გამოცხადების წიგნის მე-20 თავშია მოცემული მე-10 მუხლში, თელ დედამიწას აიძულებს, რომ მას თაყვანისცენ. სატანას ყოველთვის სურდა მსოფლიოს თაყვანისცემა და გასაჭირის შუაგულში ის დაიწყებს მის მიღებას. ამას ამბობს მათეს სახარების 4:8-11. გახსოვთ ხო, როცა მათეს სახარება გადმოგცემს, რომ იესოს თხოვა მას, რომ თაყვანიესა მისთვის. იესომ ამ ქანდაკებას გაპარტახების სიბილწე უწოდა დანიელის მე-9 თავიდან და ამ ჩვენი 24 თავის მე-15 მუხლში. საინტერესო ფრჩხილები ჩნდება ამის ბოლოს. ჩვენ წავიკითხეთ და მე გავიმეორებ. ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმინდა ადგილზე მდგობს წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს წამკითხველმა გაიგოს. ნახეთ, რა დამატება არის აქ მოცემული. რატომ არის ეს წამკითხველმა გაიგოს? ეს განცხადება მიუთითებს, რომ ის, რასაც იესო ასწავლიდა, უფრო დიდი მნიშვნელობის იქნებოდა იმ ადამიანებისათვის, ვინც მათეს სახარებას წაიკითხავდა ბოლო დღეებში. აი ბოლო დღეებში ვინც მაგას შეხვდებოდა. წინასწარმეტყველ დანიელსა და იესოს სიტყვების წაკითხვით, ეს მორწმუნეები გაიგებენ მოვლენებზე და იციან თუ რა გააკეთონ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ზეთიხსხილის თის დისკურსი ვრცელდება გასაჭირის პერიოდში მყოფ ადამიანებზე. და არა ზოგიერთებს რო გონიათ, რომაელებმა როცა დაიპყრეს, რობერტ სპროულის ერთ-ერთი ეს ჩამატებას გეუნებით გიზიარებთ, უორენ ბრისი ამაზე არ ამბობს, მე გავოცდი როცა რობერტ სპროულმა და ბევრს გონია, რომ უკვე მოხდა ეს. რომ ეს იყო აღწერა 70 წლიანი მოვლენების და მე მგონი კათოლიკეები და ბევრიც გარკვეულად რაღაცა ამას იზიარებენ. წინასწარმეტყველი მეცნიერები ვარაუდებენ, თუ რატომ დაარღვევდა ანტიქრისტე თავის შეთანხმებას ებრაელებთან 3 წელიწადნახევრის შემდეგ. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ ისრაელში შეჭრა, რომელიც წინასწარმეტყველა ეზეკიელმა 38 თავში, ამ დროს მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ისრაელი იმ დროს შვიდა და უსაფრთხოდ იცხოვრებდა, რადგან მას ანტიქრისტე დაიცავდა. ამას გადმოცემს ეზეკიელიც. იმ დროს იქნება 10-როვანი ალიანსი, ევროპის შეერთებული შტატები ასევე შეუერთებიან და იქიდან გამოვა ეს მართველი გამოცხადების მე-17 თავი ამას მოგვიყვება. რუსეთი რა თქმა უნდა სასტიკად დამარცხდება არა ისრაელის, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ.
როდესაც ანტიქრისტე დაინახავს, რომ მისი დიდი მტერი რუსეთი დამარცხდა, ის ისარგებლებს ამ შემთხვევით და უკვე გადადის ისრაელში საცხოვრებლად. დაარღვევს თავის აღთქმას და უკვე დაიპყრობს ტაძარს. ამ წინასწარმეტყველის მკითხველებმა უკანასკნელ დღეებში იციან, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ გამოდით იუდეიდან, ხომ? დატოვეთ იუდეა, გაიქეცით. მითითება. ეს ინსტრუქციები მსგავსია ლუკას სახარების 21 თავის, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. მაგრამ ისინი სხვა პერიოდს ეხება. ლუკას ინსტრუქციები, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, ხომ, მათესთან ერთად ეხება იერუსალიმის ალყას 70 წელს რომ მოხდა. და ეს ერევათ ძალიან ბევრს შემდეგ, ამიტომ, ხო, ესე იგი ლუკა გადმოგცემს 70 წლის მოვლენებს და იქ ნიშანი იყო ჯარების შეკრება ქალაქის გარშემო, მათეს ინსტრუქციები კიდე, ამ 24 თავში, ეხება ებრაელ მორწმუნეებს დიდი ურვის შუაგულში, 7 წლიანი პერიოდის დროზე. და ნიშანი არის ტაძრის შეურაცხყოფა ანტიქრისტეს კერპით. ისინი, ვინც ეს ორი ნიშანი მოვლენა ერთმანეთში აურია, საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ იესო ქრისტე 70 წელს არ დაბრუნებულა. ეს მთელი აბზაცი მხოლოდ ებრაელებს ეხება, რადგან არც ერთი ქრისტიანი მორწმუნე არ ინერვიულებს შაბათის კანონების დარღვევაზე. გახსოვთ აქ ჩვენ ვახსენეთ, რომ არ იყოს ეს ზამთარში და შაბათს. ხოლო რატო ინერვიულებდნენ ხო ქრისტიანები ამაზე? ბუნებრივია ეს ეხება ებრაელებს. ეს მოვლენა დიდი გასაჭირის დაწყებას დანიელის 70 კვირის ბოლო ნახევარს, როდესაც ღვთისმსამჯავრო დაატყდება თავს დედამიწას. გასაჭირის პირველ 3 წელიწად ნახევარის განმავლობაში განსჯა ბუნებრივი იქნება, შიმშილი, ომები, მიწისძვრები და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო ნახევარში განსჯა ზებუნებრივი და დამანგრეველი მოდის. ამ პერიოდში ღმერთი იზრუნებს თავის რჩეულებზე, რაც გულისხმობს იუდევლებისა და წარმართების, რომლებიც იწამებენ იესოს და მოქცეულები არიან მათ გადარჩენაზე. აქ რჩეულები არ იგულისხმება ეკლესია, რადგან ჩვენი თვითონ ეკლესია უკვე ატაცებულია. ანტიქრისტეს მოსვლამდე ეკლესია გაყვანილია სენიდან. ასე რომ ეკლესია არ გაივლის ამას. ეს ეხება იმ ადამიანებს, იუდევლებს და წარმართებს, რომლებიც უკვე მოინანიეს, აღიარებენ იესოს და ნახავთ აქ ზაქარიედან მუხლებსაც, რომლებმაც დაინახეს იესო და აღიარებენ 3 წელიწად ნახევარის წინ. 3 წელიწად ნახევარის წინ ეკლესია უკვე ატაცებულია და ესენი შემდეგ პერიოდში, რომლებიც უკვე დაიწყება დევნა და მიიღებენ ქრისტეს. ეხლა შემდეგი მუხლები არის გასაჭირის დასასრული. სოფლიოში მდგომარეობა იმდენად საშინელი იქნება, რომ ადამიანები დაფიქრდებიან, მოუვა თუ არა რაიმე შვება და ეს ცრუ ქრისტეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ბევრი მოატყუონ. სატანას შეუძლია ცრუს სასწაულების მოხდენაც, მეორე თესალონიკელთა მეორე თავი ამას გვეუბნება და გამოცხადების მე-13 თავშიც, ის ფაქტი, რომ რელიგიურ ლიდერი ასრულებს პირჯვრის გადაწერის რიტუალს და ცერემონიას, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ის ღვთისგან მოვიდა. ეს ეხება ილია მეორესაც და ყველას, ხო, თეოდორ გიგნაძს და გურო მოთხოზორიებს და იმებს. ანაფორის ჩაცმა და ჯვრების და ბრილიანტიანი ჯვრების დაწერა არ ეხება. ბევრი ებრაელი მოტყუდება, რადგან ებრაელებს ნიშანი სჭირდებათ. გახსოვთ 1 კორინთელთა წერილის 1:22. იესომ ჭეშმარიტ ნიშნები მოახდინა თავისი მამის სახელით და ერმა უარყო იგი. გახსოვთ იონეს სახარების მე-12 თავში რას ამბობს იეგო. ისინი სატანის სასწაულებს სამწუხაროდ მიიღებენ. მათეს 24-27 მიუთითებს, რომ იესო დაბრუნდება დედამიწაზე და ეს მოულოდნელი იქნება, ელვისებური დარტყმის მსგავსად. მოვლენა, რომელიც მის დაბრუნებას წინ უსწრებს, არის წარმართიერების შეკრება არმაგედონში. გამოცხადების წიგნის მე-16 თავი, მე-19 ამას გვიყვება. გვამის გარშემო დაფრინავენ არწივი, რომლებიც ამ დიდი ბრძოლის შედეგად მომდინარეობს. ასახავს საშინელ ხოცვა ჟლეტას. გამოცხადების წიგნის მე-19 თავში ეს აღწერილი. მათეს 24-29 მოხსენებული კოსმიური ცვლილებები წინ უსწრებს იესო ქრისტეს დაბრუნებას დედამიწაზე. ჩვენ არ გვეუბნებიან რა არის კაცის ძის ნიშანის ზეცაში, მაგრამ იმ დროს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ყველა დაინახავს მას. როდესაც იესო ეკლესიისთვის მოვა, ესე იგი პირველი ის როცა არის ატაცება, ის ჰაერში მოვა და მისი ხალხი ატაცებული იქნება და მას ჰაერში შეეგებება. ამას 1 თესალონიკელთა მე-4 თავში გვიყვება პავლე, მაგრამ ჩვენი უფლის მეორედ მოსვლა ეს უკვე გასაჭირის კატაკლიზმების ბოლოს იქნება დიდი საჯარო მოვლენა, რომელსაც ყოველი თვალი დაინახავს. გამოცხადების პირველ წიგნში მე-7 მუხლშია ეს გადმოცემული. ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ისრაელისათვის. იესო დაბრუნება იმ საათს,
როდესაც ისრაელი წარმართა ჯარების მიერ დამარცხების პირასაა მიყვანილი. ზაქარიას მე-12 თავი გვიყვება ამას. ის გადაარჩენს თავის ხალხს და ისინი მერე დაინახავენ მას და აღიარებენ, რომ ის არის სწორედ მათი მესია. ზაქარიას 12:9-14. ვინც ის გაგმირეს, ხო? იქნება ეროვნული მონანიება, ეროვნული განწმენდა და ეროვნული აღდგენა მათი მესიის მადლიანი ხელმძღვანელობით. არ უნდა აურიოთ მათეს სახარების 24-31 საყვირი პირველ თესალონიკეთა მე-4 საყვირზე მოხსენებულ ღვთის საყვირთან. მათეს სახარების 24 დავში მისი რჩეულები დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, იუდევლებსა და წარმართებს გულისხმობს, რომლებმაც ირწმუნეს ქრისტე და გადარჩნენ. ძველ აღთქმაში ისრაელის გადაადგილება, გახსოვთ ხო, მოსე, როდესაც კარვებით გადაადგილდებიან უდაბნოში, საყვირის სიგნალებით ცხადებოდა. რიცხვა წიგნი 10, იოელი 2:1. ისრაელის საუკუნის განმავლობაში გაფანტული ერი იყო, ანგელოზები შეკრებენ ისრაელს საყვირებით, ისევ როგორც მღვდლები აკეთებდნენ ამას ძველი აღთქმის დროს. ლევიტელთა 23 თავში ეს გადმოცემული. წინასწარმეტყველის კვლევალები არ თანხმდებიან მომავალი მოვლენების დეტალებზე. თუმცა შემდეგი შეჯამება სამართლიანად ასახავს იმას, რასაც ბევრი წინასწარმეტყველი კვლევარი თვლის მოვლენების თანმიმდევრობასთან სწორ დაკავშირებას. აბა, ეხლა რაც გითხარით მე, ნახეთ რა კომპაქტურად არის ჩამოყალიბებული 7 იმათ, რა ქვია, პუნქტად რას მოსდევს. და ვისაც აინტერესებს ეს და მეც თავის დროზე ძალიან დაბნეული ვიყავი, ძალიან დამეხმარენ ისინი, რომ გამერკვია ეს. ერთ-ერთი პიროვნება ბატონო თეოფილე რომ მოგვაწოდა, წიგნი იყო ლაკხამერი, ესეთი პიროვნება, რუსი ებრაელი თუ არ მეშლება და გაქრისტიანებული და მას ჰქონდა ეს ბროშურა რუკით. აი პირველად მაშინ დავალაგე მე ჩემ თავში ეს მოვლენები, ისე კარგად იყო იქ ახსნილი და შემდეგ უკვე ეს ყველა ეს კვლევარები, განსაკუთრებით ბატონი ჯონ მაკარტური და უორენ უილსი ამაში სრულიად თანხმდებიან ერთმანეთს. ამ მოვლენების თანმიმდევრობაში. პირველ ეს არის ეკლესიის ატაცება და ბიბლიური მუხლები ამაგრებს ამას. პირველ კორინთელთა მე-15 თავი 51 და 58 მუხლები. პირველ თესალონიკელთა მე-4 თავი 13-18. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ესე იგი ვიმეორებ, ეკლესიის ატაცება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. მეორე, 10 ევროპული ერის ლიდერები დებს 7 წლიან შეთანხმებას ისრაელთან, დანიელის მე-9 თავის მიხედვით. მესამე, 3 წელიწად ნახევარის შემდეგ ის არ ღვევს შეთანხმებას. დანიელის 9:27. მე-4 ის იერუსალიმში გადადის და თავის ტახტს ტაძარში დაიდგავს. მეორე თესალონიკელთა მე-2:34. გამოცხადება 13. მე-5 პუნქტი. ანტიქრისტე იწყებს სოფლიოს კონტროლს და აიძულებს ყველა ადამიანს თაყვანისცენ და დაემორჩილონ მას. ამ დროს ღმერთი დიდ გასაჭირს მოულენს დედამიწას. მათეს სახარების 24-21. მე-6 ერები იკრიბებიან არმაგედონში ანტიქრისტესა და ისრაელთან საბრძოლველად, მაგრამ ხედავენ ქრისტეს მოსulis ნიშანს და ერთიანდებიან მასთან საბრძოლველად. ნახეთ, ზაქარია 12, გამოცხადება 13, 13-14, 19-11. მე-7 იესო ბრუნდება დედამიწაზე, ამარცხებს თავის წრებს, მას იღებენ ებრაელები და ის ამყარებს თავის სამეფოს დედამიწაზე 1000 წლეულ სამეფოს. 24 მათეს 72. გამოცხადება 19-11 და შემდგომი ზაქარია 12, 7, 13-11. და ის იმეფებს დედამიწაზე 1000 წლის განმავლობაში. გამოცხადება 20, 1-5. აქ მე მგონი შეცდომა არის მათეს 24-72 არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის, მე მგონი აქ არის ლაპარაკი 52-ზე. მათაც თაყვანისცემს და დიდი სიხარული დაუბრუნდნენ იერუსალიმში. მე მგონი 52 იყო და არა 72, იქ ტყობა ლაფსუსი გაიარეს იმაში. კიდევ რა მინდა დავამატო აქ, არ ვიცი იცი თუ არა, მაგაზე ვიდეოც მაქვს მე გაკეთებული YouTube-ზე, ანტიხონე, ხო? ანტიხონე, ეს არის რუსეთი, რომელსაც გონია რომ ის არის შემაკავებელი, იმისი რა ქვია, ანტიქრისტესი. ნახეთ და ამ მოტივით შეუტევს იერუსალიმს. აი როგორი შეცდომა აქვს ბევრს და მართლმადიდებლების ცენტრი ეგ არის, ხო და აქედან გამომდინარე როგორ ხდება აი ეს დამახინჯება როგორც ისლამში და ასევე მართლმადიდებლებში კათოლიკებში, როცა არიგებენ წესიერად, ხომ? ასე რომ ეს ძალიან ყურადღების მისაქცევი არის.
ეს ძალიან ყურადღების მისაქცევი არის, რომ ჩვენც არ დავამახინჯოთ და შეცდომაში არავინ არ შეგვიყვანოს, ხო? რაღაცას ვეძებ ახლა მე რომ ნახო და თქვენც გაგეზ. აი მართლმადიდებლური რუსეთის ანტიქრისტეს კატეხონე. ბოდიშით კატეხონე. აი ეს არის მათ რაც ჯერათ, ამაზე შეგიძლიათ 3 წლის უკან დავდები მე ეს ვიდეო, გახდება თუ არ რუსეთი ამერიკის ვასალი სახელმწიფო უკრაინის ომის შემდეგ. მართლმადიდებლური რუსეთი როგორც ანტიქრისტეს კატეხონე, ანუ შემაკავებელი. კატეხონე ეს სიტყვა ანტიქრისტე, იგივე და რუსეთის შეცდომაში არის შეყვანილი ეხლაც, რომ ანტიქრისტეს თვითონ მისი მორალი და ზნეობა ეს არის შემაკავებელი ანტიქრისტეს მოსვლისა. და აგრძელებს ორენვისვი ჩვენს იმას და ასე დავასრულებ ჩვენ ამ კომენტარებს. წინასწარმეტყველების მიზანი არ არის ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება და გართობა, არამედ წმინდათა წახალისება. ესე იგი, ჩვენ უნდა წაგვახალისოს ამან და მარტო ცნობის მოყვარეობა კი არა, რწმენა გაგვიძლიეროს. იესომ დაასრულა თავის საუბრის ეს ნაწილი 3 პრაქტიკული მითითებით და შენიშვნით, რომელიც 3 ილუსტრაციას ებუცნება: ლეღვის ხე, ნოე და ქურდი ღამით. მათეს 24:26-ში ნათლად ჩანს, რომ არავინ იცის უფლის მოსვლის დღე ან საათი, მაგრამ მათ შეუძლიათ იცოდნენ მოვლენების მიმდინარეობის შესახებ, თუ როგორ მიდის მოვლენები და არ იყვნენ რაღაცნაირად მოულოდნელი არ იყოს მათთვის ეს ყველაფერი. პირველი, ლეღვის ხე. ლუკას 21 თავში წერია: შეხედეთ ლეღვის ხეს და ყველას ხეს. მე ხომ წაგიკითხეთ, ბიბლიაში ლეღვის ხე ხშირად ისრაელის გამოსახულებაა. მათეში მარტო ლეღვს ახსენებს, მაგრამ იქ ახსენებს ყველა ხეს. ნახეთ? ხოლო სხვა ხეები მსოფლიოს ერებს წარმოადგენენ. თქვენ იცით ოსიას 9, ლუკას 13. შესაძლოა ჩვენი უფალი გულისხმობდა, რომ გაზრდილი ნაციონალიზმი იქნებოდა ბოლო ჟამის ერთ-ერთი ნიშანი. და ხედავთ, ნაციონალიზმი როგორი დამღუპელია და მართლაც იზრდება ისრაელშიც, ხომ? ეს ნაციონალიზმი და სხვა ქვეყნებიც არ ჩამორჩებენ ამაზე. რა თქმა უნდა, მომავალი მოვლენები ჩრდილს აყენებს მათ წინაშე. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყება, მიუთითებს, რომ ნიშანი არ უნდა იყოს სრულად გამოხატული, სანამ ის მნიშვნელოვანი გახდება ღვთის ხალხისათვის. ხეების კვირტები მიუთითებს, რომ ზაფხული ახლოსაა, ამ ნიშნების დასაწყისი მიუთითებს, რომ უფლის მოსვლა ახლოსაა. უფალის მოსვლა ახლოსაა. იმ დროს დედამიწაზე ცხოვრები თაობა დაინახავს ამ მოვლენების ახდენას. ჩვენი თაობა ხედავს ამ ნიშნების წინასახეს ჯერჯერობით. ჩვენ არ ვეძებთ ნიშნებს როგორც ასეც. ჩვენ ველოდებით ხსნელს, გახსოვთ ფილიპელთა 3:20, ხომ? რომ ადამიანი ჩვენ ნიშნებს არ უნდა ველოდოთ. იესოს შეუძლია მოვიდეს თავის ეკლესიისთვის ნებისმიერ დროს, ასე რომ ჩვენ საყვირს ველოდებით, საყვირი როცა გაისმის და არა ის საყვირი, რომელიც აღწერილი იყო ბოლო ჟამში, არამედ საყვირი, რომელიც ეკლესიის ატაცებას მიუთითებს და იესოსთან შეხვედრას. ნოეს დღეები შემდეგი არის მოცემული. აქ ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ხალხმა არ იცოდა დღე და საათი, როდესაც განკითხვა მოხდებოდა. ნოე და მისი ოჯახი კიდობანში წარმოადგენენ ღვთის მიერ იესრაელის სასწაულური გადარჩენის სურათს გასაჭირის საშინელი ჟამის დროს. ენოქი ეკლესიის სურათია. ხედავთ? ესე იგი, თუ ნოე არის ებრაელების ისრაელის გადარჩენის ჟამის წინასახე, ენოქი ეკლესიის სურათია, რომელიც ატაცებული იქნო გასაჭირამდე. გასვოთ ხომ? როგორც გითხარით, ეკლესია ჩვენ ატაცებული იქნება და ენოქი არის წინასახე, რომელიც დაბადების მეხუთე თავშია გადმოცემული. ასევე ებრაელთა მე-11 თავში, პირველ თესალონიკელთა პირველი მასშია ეს აღწერილი ატაცების ამბავი და მეხუთე თავში. პირველი თესალონიკელთა მეხუთე თავში. რა უშლიდა ხალხს ნოეს უწყების მოსმენა და მორჩილებაში? რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული საერთო ინტერესები, ჭამა, სმა, დაქორწინება, გათხოვება. მათ დაკარგეს საუკეთესო, რადგან ისინი მიწიერი სიკეთისათვის ცხოვრობდნენ. ასე რომ საშიშია ისე გაერთო ცხოვრებით, რომლის დროსაც დაგავიწყდება იესოს მოსვლა. მათეს 22:29 თავის 39:51 მუხლებში ზნა წაყვანილი ნიშნავს სასამართლოში წაყვანილს. აი მეც რო კითხულობდი პირველად თავიდან და კარგად არ ვიცოდი. მე მეგონა წაყვანილი რო წარიტაცება ატაცებულს ნიშნავს. ანუ კარგი ადამიანები წარიტაცება და შემდეგ მე გავიგე და აგერ ხსნის ორენებისიც რომ
ნუ გამოიყენებთ ამ მუხლებს ეკლესიის ატაცებაზე, როდესაც მორწმუნეები ჰაერში ავლენ უფალთან შესახვედრად. გასაჭირის დროს მოხდება განხეთქილება, ზოგი ადამიანი დაიღუპება სასამართლოში და ამას ნიშნავს წაყვანილი, წარიტაცება და ხოლო ვინც დარჩება, ეს სამეფოში შესასვლელად იქნება დატოვებული. აი ესეც ჩემთვის ადრე არ მესმოდა მე სწორედ. მათეს სახარების 24-39-ში ყველა წაყვანილი გამოიყენება და ამას უკვე ნათელს ფენს, ხომ? როცა ლაპარაკი აიღოდეთ 24-39-ში მე წაგიითხავთ ზუსტად ციტირებას, როგორც ციტირებას ახდენს, ხო? და იქიდან მიხვდებით რომ ეს შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს, უკაცრავად ეს არის ლუკას და მათეს 24-ში 39, რა კარგია ონლაინზე რო გაქვთ ბიბლია უცებ მოძებნით. აი დაარიცოდნენ ვიდრე არ მოვიდა წარღონ და ყველა არ წალეკა. ასევე იქნება ზეკაცის მოსვლასაც. ხედავთ? წალეკვა, წარტაცება, ხომ? მაგაზე მიუთითებს. ესმით? აი ვიდრე კიდევ ბანში შევიდოდა. მოვა ქურდი თავის სახლს ფიქრობთ დააყენე ბატონ მოქმედებს დააყენეს იგვიანებ ჩემი ბატონე ლუთებთან ელის დაუდებს და ჩვენ ვიცით ლუკას სახარებაში რომ წავიკითხეთ წარტაცებაზე ხო სწორია რა და აქედან ჩვენ ვაერთებთ უკვე მათეს მეოთხეს ემას და აქაც ახსენებს ლეღვზეც ორივე იმაში წინში. ასე რომ ეს ადგილი მიუთითებს იმაზე რომ წარტაცება ხომ ეს არ ნიშნავს ატაცებას, არამედ ნიშნავს დასჯას. რომ ყველა წაყვანილი იქნება და ეს ფენს უკვე ნათელს, რაც დავიკითხეთ ჩვენ 24-39-ში. შემდეგი არის ღამის ქურდი, მუხლები 42-44-ში. იესომ გამოიყენა ნოე იმის გასაფრთხილებლად, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ დღეს, მაგრამ მან გამოიყენა ქურდის სურათი იმის გასაფრთხილებლად, რომ ისინი ვერ გაიგებენ საათს. ესე იგი ის დღეზე მიუთითებდა ნოეს ამბავი, ეს საათს. ღამე. ეკლესიის ატაცების შემდეგ დედამიწაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დრო დადგება და ნეტარებას და მას მიეცემიან. ხედავთ და არიციან რას უპირებს მათ ანტიქრისტე. 1 თესალონიკთა 5. შემდეგ მოულოდნელ ღვთის ჯამრაულ დადგება. აქ უკვე მეორე პეტრეს წერილში გითხულობთ მესამე თავში. გასაჭირის პერიოდში დედამიწაზე ცხოვრები ადამიანები წმინდა წერილიდან შეძლებენ მოვლენების განვითარების პროგნოზირებას, მაგრამ ვერ შეძლებენ ქრისტეს დაბრუნების ზუსტი დღის ან საათის გამოთვლას. ამას ემატება ის ფაქტი, რომ დღეების შემოკლება რჩეულთა გულისათვის. გასოთ ამას ჩვენ 22 მუხლში წავიკითხეთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს გასაჭირის დღეების შემოკლებას, ან შეიძლება ნიშნავდეს საათის შემოკლებას, რათა დედამიწაზე ყოფა ადამიანება ცოტა უფრო ნაკლებად დაიტანჯონ. გამოცხადება 8:12. როდესაც ამ საათ სურათში მოცემული შეგონებებს გავაერთიანეთ, საბოლოოდ მივიღებთ შემდეგ დასკვანს. იცოდეთ, რომ ის ახლოს არის, ამიტომ უნდა ვიფხიზლოთ და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. ისტორიის ამ პერიოდში მცხოვრები მორწმუნეები, რა თქმა უნდა, დიდ ნუგეშს იპოვიან ღვთის სიტყვის დაპირებებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილის ინტერპრეტაცია ეხება ისრაელს გასაჭირის დროს, ჩვენც შეგვიძლია ეს სიტყვა გამოვიყენოთ ჩვენს გულებში. ჩვენ არ ვიცით, როდის დაბრუნება ჩვენი უფალი თავისი ეკლესიისათვის. ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ ფხიზლად, ერთგულად და ყურადღებით. იესომ ეს საკითხი დეტალურად განიხილა ზეთის სიხლის მთაზე საუბრის შემდეგ ნაწილში, რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ და გავაგრძელებთ. და ეს იქნება კიდე მეორე ნაწილი ამ იესოს დაბრუნებისა. ანუ მეფის გახსოვთ, სულ მეფეთი ასათაურებს უორენ ბირსბი ამ მათეს სახარებას და შემდეგი მეფის დაბრუნება მეორე ნაწილი იქნება განხილული შემდეგ ნაწილზე, რომელიც 24 თავის 55 მუხლიდან დაიწყება და გასტანს 25 თავის 30 მუხლის ჩათვლით. და ეს როგორც გითხარით, მე ეს არის მათეს სახარების 25 თავი
თავრდება ამითი 30-ე მუხლით ახლა ვნახულობთ. არა, 30-ე მუხლი ეს უსარგებლო მონაკი გადააგდეთ გარესკნელი ზმნაში იქნება ტილი და კბილთა ხჭერდა. ხოლო როცა თავისი დიდებით მოვაძე კაცს და აქ უკვე სხვა იწყება. ისმით 21-ად, ასე რომ 25-ეს 30-ეს ჩათვლით. აი აქამდე გადაწყვიტა ვორენ ვირსბი რომ ესე დაესათაურება. ასე რომ რა მადლიერები უნდა ვიყოთ რომ ღმერთმა ჩვენ არ დაგვაყენა და არ მოვესწრებით იმ რიცხვას. არამედ ჩვენ ხსნისათვის ავართ მოწოდებული, როდესაც იესო ქრისტე გამოჩნდება. მან გვიხსნა მომავალი რისხვისაგან. აი ესეც ადასტურებს რომ ჩვენ ატაცებული ვიქნებით, რომელიც პირველ თესალონიკელთა პირველ თავში მეათე მუხლშია, მეხუთე თავის მეცხრე და მეათე თავში ნახსენები. ჩვენ გვიხსნა მან მომავალი რისხვისაგან. ასე რომ ქრისტიანები არ გავივლით და ბევრ ქრისტიანებს დღესაც გონიათ რომ ისინი გაივლიან ამ ტანჯვებს. როგორც ღვთის ხალხი, ჩვენ აუცილებლად გავივლით, რა თქმა უნდა, ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ გასაჭირს. ამას უკვე იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, როდესაც იესო ლოცულობს ჩვენთვის მე-16 თავის 33 მუხლში, გასავთ ხო? და ასევე მოციქულთა საქმეებში მე-14 თავის 22-ში. მაგრამ ჩვენ არ გავივლით დიდ ურვას, ანუ ბოლო ჟამის დიდ გასაჭირს. მადლობა მოსვენისათვის.